გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk show-ს ეთოქზე. დღეს ერთბლოკიანი გადაცემა გვექნება. ვისაუბრებთ 9 აპრილზე და უსამშობლოებზე. ისტორია რომ გავიგოთ, აუცილებელია კონტექსტების გათვალისწინებით ვიაზროვნოთ. მაგალითად, მეფე ერეკლე რომ რუსეთუმე წარმოაჩინეს, ესაა უკონტექსტო კითხვა ისტორიის. მახსოვს ადრე დებატები იყო საიმიგრაციო პოლიტიკაზე და ნაცლიბერალის არგუმენტი იყო, რომ წმინდა ნინოც არალეგალი იყო. უკანონჩემობდა საქართველოში ნინო. უკანონჩემოვიდნენ ის ებრაელები თავიდან. წმინდა ნინო შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონ არალეგალი იყო. არ ამცხვენია. ესეც უკონტექსტო კითხვა. იმიტომ რომ თუნდაც სასაზღვრო პოლიტიკაა დღეს სხვა და უამრავი დეტალი კიდევ. ადრე ჟურნალ ტაბულაში ბენდუკიძემ დაწერა, რომ დავით აღმაშენებელი ლიბერტარიანელი იყო. შემდეგ ეს თეორია მიშა სააკაშვილმაც გაიმეორა. ანაც ის ნარატივი გახსოვთ, ილია ჭავჭავაძეც ლიბერტარიანელი იყო. მოკლედ, ეს დებილი ნაცის ხაზია. ილიაზე ადრე ამბობდნენ ამერიკას ასაფორთებდა და ევროპას აკრიტიკებდაო. ეგრეც იყო. თუმცა კონტექსტში ისტორიის გააზრება ისაა, რომ ილია ჭავჭავაძე იმიტომ აკრიტიკებდა ევროპას, რაც დღეს ამერიკაა. ანუ მილიტარიზაცია. ილია მილიტარიზაციას აკრიტიკებდა და დღეს ალბათ სულ სხვა შეხედულება ექნებოდა ამერიკაზე. ეს შესავალი იმისთვისაა საჭირო, რომ ავხსნათ 9 აპრილი კონტექსტში. 9 აპრილის მთავარი იდეა იყო სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ჩვენ ვიბრძოლეთ დამოუკიდებლობისთვის. იმ დროს ჩვენს დამოუკიდებლობას პრობლემას უქმნიდა რუსეთი, ხოლო ახლა ევრობიოკრატია და deep state. გვიტევდნენ ყველანაირად და რაც მთავარია გვეუბნებოდნენ რა კანონი მიგვეღო და რა არა. პატარა საქართველო კი არ აყვა შანტაჟის ამ ფორმას. შებრძოლა უდიდეს გლობალურ ომის პარტიას. აი ესაა ზუსტად სუვერენიტეტი. ნაცები და ლიბერალები, ვინც დღეს 9 აპრილის მემორიალი დაიკავა და დივერსანტობდნენ, ზუსტად ეგენი არიან 9 აპრილის იდეის მტრები. ჩვენი სუვერენულობის და დამოუკიდებლობის მტრები. დღეს ვინც ამბობთ, რომ ევროპა თუ გვეტყვის ცალფეხზე უნდა ვიდგეთო, ეგაა გაყიდული ელიტა. თუ ევროკავშირში განაცხადი გვა გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რო გითხრან, რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ეგაა 9 აპრილს რუსის მხარეს მყოფი ქართველი. ჩვენი დივერსანტი ოპოზიცია ვერ გაცდა ტრენინგზე ნასწავლ NGO პოლიტიკას. ომი ვინ დაიწყო? რუსეთი ოკუპანტია? და ასე თვითონ ჩამჭრელს შეკითხვებს. ამიტომაც გაქვთ საქმე კარგად. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.